პროგრესულ წლად მიიჩნევს გასულ 2015-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორიც, რომლის უწყების მონაცემები თვალნათლივ მეტყველებს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორში მიღწეულ წარმატებებზე. ზოგადად თუ ვიტყვი საერთოდ როგორც ჯანდაცვის სისტემაში, ისე დაავადებათა კონტროლის მხრივ ქვეყანაში 2015 წელი წინ გადადგმული ნაბიჯია. იმ სფეროში, რომელიც ჩვენი კომპეტენციის ქვეშ არის, ანუ ავადობის მონიტორინგი ქვეყანაში, ეპიდზედამხედველობა, კვლევები, როგორც ინფექციური დაავადებების, ისე არაინფექციური დაავადებების, გარემოს ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მონიტორინგი, სამეცნიერო მიმართულებები. ამ ხრივ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქვეყანაში წინ გადადგმული და 2015 წელი წარმატებული. პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში სწორედ 2015 წელს იქნა მიღწეული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 1990 წლის შემდეგ ჩვენ ყოველწლიურად ჰქონდა ცოფით სიკვდილობის შემთხვევები ქვეყანაში. და პირველი წერია 1990 წლის შემდეგ 2015 წელი მთავრდება დღეს და ნულით ვამთავრებთ, ანუ არც ერთი ცოფით გარდაცვალების შემთხვევა არ გქონია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი იმუნიზაციის პროგრამა და ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სერიოზული როლი ითამაშა აქვს ცხოველთა იმუნიზაციის თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ. ეხლა ველოდი ზუსტად ძალიან მნიშვნელოვან ზარს, იმიტომ რომ გუშინ ერთ-ერთ ავადმყოფოში არ მინდა დავასახელო, შევიდა ავადმყოფი, სადაც იყო ნიშნები ჰიდროფობიის. მაგრამ კლინიკურად ნაკლები ეჭვი იყო, რომ და აი ხა დამიდასტურა ლუგარის ლაბორატორიამ, რომ არ არის ეს შემთხვევა და ძალიან გამიხარდა, რომ ვამთავრებთ წლევანდელ წელიწადს ნულოვანი მაჩვენებლით. დადებითი დინამიკით გამოირჩევა 2015 წელი იმუნიზაციის მაჩვენებლების მხრივ. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი წარმატებებისგან განსხვავებით, ეს ის შემთხვევაა, როცა საჭიროა მუშაობის გაგრძელება, გაცილებით უკეთესი შედეგის მისაღებად. ოდნავ წინ წავიწიეთ იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლით. 11 თვის ციფრები მაქვს ჯერჯერობით, იმიტომ რომ 12 თვე იქნება იანვრის ბოლოსთვის, მაგრამ 11 თვით რო უყურებ და ვადარებ წინა წელს, ანუ აქაც პროგრესი არის, მაგრამ არა ისეთი, როგორიც გვინდა. ესე იგი ჩვენ გვინდა რომ ყველა ანტიგენზე მოცვა კონდეს 95%-იანი. და ეს ამას ჯერ ვერ ვახცევთ, მაგრამ პროგრესი გვაქვს. წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ გადავედით და ქვეყანამ იმუნიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, მოგესალმებით ბიუჯეტი შარშან სერიოზულად გაიზარდა ამ მიმართულებით და გადავედით ეგრეთ წოდებულ 6 კომპონენტიან ვაქცინაზე. ეს არის პოლიომიელიტის, თქვათ, მსოფლიო ერადიკაციის პროგრამის ფარგლებში და საქართველოს ერთ-ერთი პირველია პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ვინც დანერგა ეს. მაგრამ აუცილებელია, რომ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ 95%-იან მოცვის მაჩვენებელზე გავიდეთ, რათა შვიდად ვიყოთ, რომ ჩვენი მომავალი თაობა დაცული იქნება აი იმ 12 ინფექციური დაავადებისაგან, რომელიც ჩვენს ეროვნულ კალენდარში არის. უმნიშვნელოვანესი ტვირთი ჯანდაცვის კუთხით საქართველოში არაგადამდები დაავადებები გახლავთ. 2015 წელს ამ მიმართებითაც გადაიდგა პროგრესული ნაბიჯები. შეიქმნა ინტერსექტორული საკოორდინაციო საბჭო მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც მეტ ყურადღებას, რა თქმა უნდა, დაუთმობს საქართველოში ისეთი დაავადებების მონიტორინგსა და კონტროლს, როგორც გახლავთ. გიპერტონული დაავადება, კიბო, დიაბეტი, ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები და ასე შემდეგ. ამ ხრივ ჩვენ წარვადგინეთ სტრატეგია, კიბოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებითი მისიის დოკუმენტი წარვადგინეთ და ამ ხრივაც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯები. 2015 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ნომერ მეორე ფაქტორის, გარემოს ჯანმრთელობის ეროვნულ გეგმაზე. ლუგარის ცენტრში კი წარმატებით მიმდინარეობდა სამეცნიერო სამუშაოები. ჩვენთან წელს დაახლოებით 70-მდე სამეცნიერო პროექტი მიდიოდა 2015 წელს. და ეს მოგესალმებით მრავალმხრივი რესურსია ცენტრის განვითარებისთვის, პირველ რიგში ჩვენი ახალგაზრდა და მომავალი თაობის სამეცნიერო ზრდისთვის, პროფესიული ზრდისთვის და საერთაშორისო კვლევებში ჩართვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივდივართ ახლა ეგრეთ წოდებულ ISO სერტიფიცირებაზე ლუგარის ლაბორატორიის, რომელსაც ალბათ წელიწად ნახევარში ვფიქრობ მივაღწევთ.
რომ მთლიანად ის იყოს აკრედიტირებული ყველა თავისი მიმართულებით და ერთ-ერთი მიმართულებას, რომელიც გვინდა ძალიან განვავითაროთ, მაგრამ ეს ჯერჯერობით ოცნების ფარგლებშია, ადამიანის იქ ჩვენ სერიოზულად მუშაობთ მიკრობების და ვირუსების გენომის სეკვენირებაზე და გაშიფრვაზე სხვადასხვა პროექტებით, მაგრამ თანდათან გვინდა დავიწყოთ მუშაობა ადამიანის გენომზე, რამე თუ 21 საუკუნის მედიცინის მომავალი გახლავთ სწორედ ადამიანის გენომზე დამყარებული საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მიმართულებები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დასავლეთის ქვეყანას უკვე აქვს თავისი სტრატეგიები ადამიანის გენომზე დამყარებული, თქვათ, განვითარებისა, იმიტომ რომ 21 საუკუნის მედიცინის მიღწევები ძირითადად ამ ფაქტორზე იქნება დამყარებული და ჩვენ ამის ძალიან კარგი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობა გვაქვს საქართველოში, მაგრამ ნაკლებია ადამიანური რესურსები ამ თვალსაზრისით და ამაზე ვზრუნავთ, რომ ეს გაძლიერდეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი 2015 წლის საქართველოს სამედიცინო ცხოვრებიდან. ამჯერად რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ შარშან ვთარგმნეთ და გამოვეცით ყველაზე მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული სენფორდის გაიდლაინი, სენფორდის სახელმძღვანელო რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია, რათა მოგესალმებათ ანტიმიკრობული რეზისტენტობა ეს ყველაზე ერთ-ერთი უზარმაზარი გამოწვევა 21 საუკუნის მედიცინის და სწორი და რაციონალური ანტიბაქტერიული თერაპია, ანტიმიკრობული თერაპია საექიმო პრაქტიკაში არის წამყვანი. ეს გახლავთ ყველაზე კარგი სახელმძღვანელო და სამინისტროს დავალებით ეს გაკეთდა ძალიან ოპერატიულად და დღეს საქართველოს ძალიან ყველა ექიმისთვის ხელმისაწვდომია და სწორედ სენფორდთან მიდის ახლა მოლაპარაკება, რათა პირველად ქართულ ენაზე ეს სახელმძღვანელო ასევე ელექტრონულად იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი ექიმებისთვის. და ვფიქრობ, რომ 2016 წელს ამას შევძლებთ ჩვენ. და წარმატებების გრძელ ჩამონათვალში დარგის შედარებით სუსტი მხარეები, ანუ ახალი გამოწვევები ახალი 2016 წლისთვის. წელს პირველად დაინერგა ჩვენთან ახალი პროგრამა, ეგრეთ წოდებული ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამა. და ათვისებაც კარგი გვაქვს, ახლა დღეს გადავამოწმე ყველა ციფრი. პირველი შედეგები, რაც მოიტანეს ამ შესწავლისა ძალიან არასასიამოვნოა, განსაკუთრებით შეისწავლეს თამბაქოსთან მიმართებაში სიტუაცია ქვეყანაში ჩვენმა კონტრაქტორებმა და გაზომეს დაახლოებით 1300-მდე დაწესებულებაში თამბაქოს კვამლის არსებობაზე არის ეს სპეციალური აპარატურა, რომლითაც ეს იზომება. და არასახარბიელო მდგომარეობა. არადა თამბაქო ნომერ პირველი რისკ ფაქტორი ყველა მთავარი დაავადებისა, გულსის ძარღვთა, კიბოსი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, დიაბეტის. აი აქ გარღვევა სამწუხაროდ ვერ მოვახდინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით 2013-ში, 14-ში, 15-ში, ვთქვათ ამ საკითხზე და რაღაცები გაკეთდა, განსაკუთრებით გაკეთდა და მადლობა ფინანსთა სამინისტროს აქციზის ზრდის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორია განსაკუთრებით დამწყები მწველებისთვის. სხვა მხრივ ჯერჯერობით რაც შეეხება რეკლამას, ლიცენზირებას, ვთქვათ, კანონმდებლობაში ცვლილებებს გარღვევა ვერ გავაკეთეთ. და ეს ჩვენი ნაკლია, რა თქმა უნდა. და ამას ვთვლით ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და 2016-ში დიდი, ვთქვათ, აქცენტი გვექნება ამ მხრივაც. შედეგზე ორიენტაციის თვალსაზრისით არსებითად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შემდეგ უკვე მათი ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობის დაწყება. ზოგადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა იყო ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და ვილოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოსახლეს, რომ მათ აქვს უპრეცედენტო ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, ძალიან დიდი პროგრესი, თუმცა ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოსახლისთვის არა მარტო ფინანსური, ასე ვთქვათ, წვდომა, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, არამედ ხარისხიან მომსახურებაზე. ხარისხის მართვის სისტემა შედგება ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ელემენტებისაგან. პირველი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ინტერვენცია, ასე ვთქვათ, მიმართულება, რასაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და 2016 წელს გაგრძელდება და უფრო, ასე ვთქვათ, მეტი ინფორმაცია გვექნება თუ რა შევძელით, როგორ ინერგება ეს პროცესი, იქნება ის, რომ ჩვენ უკვე შემუშავების პროცესში არის ხარისხის მართვის ინდიკატორების შემუშავება.
ეს ინდიკატორები იქნება, ესე ვთქვათ, დანერგილი და ყველა დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამედიცინო სერვისს საქართველოში, მოაწოდებს, ასე ვთქვათ, გარკვეულ რეპორტირებას, გაუკეთებს ამ ინდიკატორების ირგული ამ ინდიკატორებზე ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინდიკატორები ასევე იქნება ხარისხის ინდიკატორები, იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვისაც და მათ ექნებათ საშუალება, ასე ვთქვათ, ნახონ თუ რომელი დაწესებულება რა, ასე ვთქვათ, როგორი ხარისხის სერვისს აწოდებს, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით. ცხადია, სამედიცინო მომსახურების ხარისხის შენარჩუნების გარეშე, ხარისხის ამაღლების გარეშე ფაქტიურად წყალში გადაყრილი იქნებოდა მთელი ეს ჩვენი შრომა და საბედნიეროდ უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების ხარისხი არათუ დაეცა, არამედ უმრავლეს შემთხვევებში მოიმატა კიდევაც. ამის დამადასტურებელია ის, რომ მოწესრიგდა სამედიცინო დაწესებულებების აბსოლუტური უმრავლესობის ინფრასტრუქტურა. შეძენილი იქნა უახლესი აპარატურა, გადამზადდა ათასობით ექიმი, როგორც სახელმწიფოს ხარჯზე, ასევე უშუალოდ კლინიკების ხარჯზე. არსებობს დარგები, სადაც ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ვართ არა პოსტსოციალურ სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. აღარ ჩამოვთვლი უბრალოდ ამ მიმართულებებს, რადგანაც ყველა ჩვენი მოქალაქე საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივია გრძნობს ყველაფერ ამას საკუთარ თავზე. ასევე სიამაყით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჯანდაცვის რეფორმამ, ჯანდაცვაში მიღწეულმა წარმატებებმა განაპირობა ის, რომ გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი, რომლებიც ჩართული არის ჯანდაცვის პროგრამების შესრულებაში. აშენდა უამრავი ახალი საავადმყოფო, უამრავი ახალი ამბულატორია, უამრავი ახალი სამედიცინო ცენტრი, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს ამ ამოცანებს და იჭერენ, ესე ვთქვათ, იმ დონეს სამედიცინო მომსახურების ხარისხისა, რაც აუცილებელი არის სამედიცინო სერვისების სრულყოფილად მიწოდებისათვის. ეს გახლავთ სწორედ ის რეალური შედეგები, რაც მოყვა ჯანდაცვაში განხორციელებულ სწორ ნაბიჯებს. და ჯანდაცვის სისტემაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული წარმატებების კონტექსტში კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელთა დასრულებაც უკვე 2016 წელს იგეგმება. ბავშვთა ტუბერკულოზურ განყოფილებას ვაშენებთ, რომელიც ასე უდიდესი პრობლემა იყო ქვეყნისთვის. თქვენ იქნებით იქ აუცილებლად ნამყოფი და გული მოგიბდებოდა იქ როცა შეხვიდოდი, დავიწყეთ ჩვენ მშენებლობა უკვე. ცოტა შეგვაფერხა, რა ვიცი, ხან ტენდერებმა, ხან იმან რომ ტენდერის მერე კიდე ექსპერტიზაზე ქონდა გასაგზავნი, მე ხა არავის არ უწუნე მუშაობის სტილს, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს და ამის გამო რაღაცები შეფერხდა, თორე მე მაგალითად ვთვლით, რომ ბავშვთა ტუბერკულოზის განყოფილება უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუმცა გაზაფხულზე დამთავრდება ესეც არ აუშავს. ამის გარდა ხარაგაულში ავაშენეთ ამბულატორია, ის უკვე ექსპლუატაციაშია და მუშაობს, იქვე ვაშენებთ 10 საწოლიან საავადმყოფოს ხარაგაულში, დედოფლის წყაროში შენდება 25 საწოლზე ძალიან კარგი კლინიკა. ცაგერში დაიწყო ახალი კლინიკის მშენებლობა. ეს არც თუ ისე ცოტა არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში მაინც და მაინც არ მოუკლია თავი და ბევრი კლინიკა თავისთვის არ დაუტოვებია. ძირითადად განკერძოებულია კლინიკები, თქვენ ალბათ იცით ამის შესახებ და ჩვენ წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამის გარდა ჩვენ მოგვიწია ზოგიერთ რაიონში კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან კლინიკების შეძენა და არა ნაციონალიზაცია, არავის არაფერი არ წაგურთმევია, შევიძინეთ პირიქით, ამით მე მგონი მათ კარგი საქმე გაუკეთეთ და ამავე დროს კარგი საქმე გაუკეთეთ პირველ რიგში იქ მაცხოვრებელ ადამიანებს. იმიტომ რომ ვალდებულებაა ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა ჩვენი სამინისტროს, რომ ჩვენ ხელმისაწვდომობა შეუქმნათ ყველა ადამიანს, რომელიც ცხოვრობს გარკვეულ რეგიონებში. ამ წელს უკვე 2016 წელს დამთავრდება კონკურსი პარტნიორის მოძიებაზე, იცით რომ PPP პროექტით, ეგრეთ წოდებული PPP პროექტით ეს არის კერძოს და სახელმწიფოს თანაარსებობა, კეთდება რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური კლინიკა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ეს სამი დიდი კლინიკა გაერთიანდა ერთ ჰოლდინგში და იქაც მეძებთ პარტნიორს და მე მიმაჩნია რომ მათი სახით ჩვენ ერთ სერიოზულ, ძალიან სერიოზულ მაღალი კატეგორიის კლინიკას კიდე ერთს მივიღებთ თბილისში. აი, ასეთი გახდათ ჯანდაცვის სისტემის მუშაობის მიმოხილვა 2015 წლის განმავლობაში. ასეთი გახდათ წელი, რომელიც აუცილებლად შევა უახლესი საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯანდაცვის სფეროსთვის. კიდევ უფრო ახალი მიღწევებითა და გამოწვევებით კი წინ უკვე ახალი 2016 გველოდება.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც სრულად ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც გამორჩეულია, ვიტყოდი, ქვეყნის პოლიტიკურ, თქვათ, ლანდშაფტში, ისე ამ შემთხვევაში ცენტრში, სადაც მე ვმუშაობ დღეს, პროგრესი აშკარად არის. მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ჩვენ გვმართებს მუხჯაუხრელი შრომა 2016-ში, 17-ში და მომავალ წლებში, რათა ის ჩვენი ნატურა რაც გახლავთ და მივიდივართ როგორც ახლოს, რომ ახლა ვიზა ლიბერალიზაცია ხდება 2016-ში, თანდათან ევროკავშირს უახლოვდებით, მაგრამ ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს, რომ ის სტანდარტი, ანუ ის რაც ევროკავშირს აქვს ყველა მიმართულებით, მათ შორის თქვათ ჯანმრთელობის დაცვაში, მათ შორის დაავადებათა კონტროლში, მათ შორის სამეცნიერო კვლევებში, მათ შორის გარემოს თქვათ მონიტორინგში და ასე და ასე შემდეგ ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ. ამიტომ შრომა და გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს რეალურად მიღწევადია, იმიტომ რომ ამის რესურსი ქვეყანაში, ამის პოლიტიკური ნება ქვეყანაში არსებობს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანა ამას მიაღწევს.